ანალური ნახეთქი არის ლორწოვან გარსზე წარმოქმნილი მცირე ზომის ჭრილობა, რომელიც ხშირად იწვევს ძლიერ ტკივილს. მისი გამომწვევი მიზეზი არის მრავალფეროვანი ყაბზობა, დიარეა, მშობიარობა ან სხვა ტრავმები. როგორია მისი სიმპტომები, როგორ შეიძლება ამ პრობლემის თავიდანაცილება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. New Hospitals-ის რუბრიკაში პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი ამ და სხვა თემებზე დეტალურად გიპასუხებთ და გიპასუხებს ყველას. ცხადია, ჯანმრთელობის პრობლემა ყველას გვაწუხებს ხოლმე. დიდი მადლობა. და პრობლემა, რომელსაც დღეს ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ, როგორც ვიცით, არის საკმაოდ გავრცელებული. პირველ რიგში განვმარტოთ, რას გულისხმობს ანალური ნახეთქი, ასე ვთქვათ, და რამდენად ხშირი არის ის და რამდენად ცვლის ის ადამიანების ყოველდღიურობას. ანალური ნახეთქი ეს არის ფაქტობრივად ჭრილობა, ლორწოვანის დეფექტი, რომელიც მდებარეობს ანალურ არხში. ჭრილობა არ არის დაფარული ლორწოვანით, გაჟიშლებულია ნერვული დაბოლოებები, შესაბამისად, როდესაც მოხდება განავარი ან ლორწო, ხდება ტკივილი, ან ტკივილის ფონზე კიდევ უფრო გამოიხატება სფინკტერის სპაზმი, ძლიერდება ტკივილის ინტენსივობა უფრო მეტად და ესეთი წრე იქნება. რაც შეეხება სტატისტიკას, დაახლოებით 2.5% მოსახლეობის აღენიშნება ანიშნული დაავადება, ხოლო პროქტოლოგიური პათოლოგიების მხრივ მეორე მესამე ადგილას ყოფს ჰემოროიდული დაავადების შემდეგ. ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადება. საკმაოდ გავრცელებული გამოდის ამ სტატისტიკის მიხედვით, რაც თქვენ გითხარით. გამომწვევი მიზეზები შესავალ სიტყვაშიც თქვით, ერთ-ერთი მშობიარობაა ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ რა არის მაინც მთავარი გამომწვევი მიზეზები მსგავსი პრობლემის შემთხვევაში? მთავარი გამომწვევი მიზეზი ეს არის ლორწოვანის ტრავმირება. ძირითადად ხდება ხოლმე ყაბზობის ფონზე, როდესაც ჩამოყალიბდება მკვრივი განავლოვანი მასები, რომელიც მექანიკურად აზიანებს არსებულ ლორწოვანს. ასევე შეიძლება მოხდეს როგორც დიარეის და მშობიარობის დროს, როდესაც გახშირებული ჭინთვების ფონზე ადგილი აქვს არსებული სფინკტერის გადატვირთვას. ასევე შეიძლება მოხდეს დაზიანება გარედანაც მექანიკური ზემოქმედებით, კერძოდ ოყნის გაკეთების დროს, თქო, ბუნიკის მეშვეობით, შეიძლება ქავილის დროსაც აღინიშნოს მოკავების მომენტში, როდესაც ძლიერი ქავილი და მექანიკური დაზიანება. აღსანიშნავია, რომ ნახეთქი ძირითადად ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც აქვს დამხვედრი დაავადებები პაციენტს, კერძოდ ჰემოროიდული დაავადება, ან ანთებითი პროცესი რაიმე ანალურ არხში, ან დაქვეითებული იმუნური სისტემა. სიმპტომები ვახსენეთ და როგორ უნდა გავარჩიოთ, თქვათ, სხვა პრობლემებისგან, ამ კონკრეტულ პრობლემას რა ახასიათებს უფრო მეტად? ძირითადად დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც იწყება დეფეკაციის დროს და შემდეგ თუ დასაწყის სტადიაში არის რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც უფრო პროგრესირებადია დაავადება, მitwetად მათულობს ტკივილის ინტენსივობა შეიძლება თელი დღის განმავლობაში აღინიშნებოდეს მეორე დეფეკაციამდე. გარდა ამის ახასიათებს სისხლიანი გამონადენი დეფეკაციის დროს განავალზე და განავალში და ქაღალდზე, ასევე ქავილი, ამ დროს ესეთი პულსირებადი ტკივილი, რომელიც მას ახასიათებს, იმდენად მოსაბეზრებელია, რომ პაციენტი ცდილობს რაც შეიძლება დროზე მიმართოს პროქტოლოგს, განსხვავებით მაგალითად ბოასელისგან, რომელიც შეიძლება თელი ცხოვრება აღინიშნებოდეს და საერთოდ არ მევიდეს ექიმთან. დროზე მიმართოს ახსენეთ და რა მნიშვნელობა აქვს მართლა დროულ ჩარევას და დროულ ვიზიტს ექიმთან? დროულ ჩარევას ის მნიშვნელობა აქვს, რომ პრინციპში თუ ეს მოხდება მწვავე ფაზაში, პირველი 45 დღის განმავლობაში, იმის ალბათობა, რომ შეხორცდეს არსებული ნახეთქი წარმოადგენს დაახლოებით 90%-ს. თუ არ მოხდება ეს დროზე, პრინციპში ახასიათებს თელი რიგი გართულებები, როგორიც არის თქვა ანემიის განვითარება, არსებული სიზდენის გამო, ასევე ვინაიდან ნახეთქი წარმოადგენს ჭრილობას, ფაქტობრივად არის ინფექციის ჭიშკარი, აქედან შეიძლება შეიჭრეს ინფექცია და სწორედ გვერდზე არსებული არის დაჩირქება მოყვეს. ბევრად სერიოზულ პრობლემამდე მივიდეთ, ხო? ვიდრე თქვა დისკომფორტი. თვითონ აი დიაგნოსტიკა როგორც ხდება, იმიტომ რომ ეს ალბათ საინტერესო კითხვა არის, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი დეტალები საინტერესოა ხოლმე ხო პაციენტისთვის. აი სპეციალური გამოკვლევა ჭირდება, რომ დაასტუროთ თქვენ რომ ეს რაღაც მცირე პრობლემა კი არ არის, არამედ საუბარია პაციენტს არ უნდა ეშინოდეს ამ კუთხით, იმიტომ რომ იმდენად დამახასიათებელი ნიშნები აქვს ამ ნაპრალს, რომ პრინციპში თავიდანვე ჩნდება ეჭვი 90% ამ დიაგნოზისკენ. რაც შეეხება უშუალო დასმას, ვიზუალური კუთხით ჩანს ეს პერიანული კანის გადაწევით არსებული ნახეთქი ანალურ არხში და თითქმის გასინჯვის დროს ისინჯება, შეინიშნება ჩაღრმავება დეფექტი ლორწოვანის და გამოხატული სფინკტერის სპაზმი. აუცილებელია მაინც ექიმთან ვიზიტი, თუ თქვათ თვით დიაგნოსტიკა შეიძლება? აუცილებელია, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება სხვა რომელიმე დაავადება იყოს, როგორც არ თქვათ, სწორედაც თავის სივრცეში
რომელსაც ახასიათებს ასევე ტკივილი დეფეკაციის დროს შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სიმპტომები შეიძლება სხვა კი ბატონო, რაღაცა მაინც ახვედრი იყოს, რა თქმა უნდა, ჯობია სპეციალისტთან ნახოს. ასე არის ფისტულა, რომელსაც თქვა კონსერვატორული კოსმოლოგია უეფექტოა და თქვა არ საჭიროა მედიკამენტოზური კოსმოლოგია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა. აი ესეთი დიფერენციალური დიაგნოზი უნდა ჩატარდეს აუცილებლად ამ შემთხვევაში. ალბათ მკურნალობის მეთოდებზე გადავიდეთ ახლა, ტრადიციული მეთოდები რა არის, ძველი, ახალი, რამეს თუ სთავაზობს მედიცინის ეს დარგი, თქვენი კლინიკა. ჰოსპიტალში ხო რას სთავაზობს? ეს არის ძალიან კუნალობა მდგომარეობს იმაში, თავიდან იწყება აუცილებლად კონსერვატორული კუნალობა მედიკამენტოზური კუთხით, უნდა მოხდეს ამ სპინტერის სპაზმის ლიკვიდაცია, თქვა ანტისპაზმური მედიკამენტები და თბილი აბაზანებით, ასევე ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო კუნალობა, ასევე აუცილებელია, რომ დეფეკაციის დარეგულირება მოხდეს, რომ მოსვენებით მდგომარეობაში იყოს. აი დარეგულირებაში რას გულისხმობთ? დეფეკაციის ხომო შეუწყოთ, აი ბოჭკოვანი თერაპიის მიღებით, სითხის მიღებით, რომ ყაბზობა და შეკულობა რო არ კონდეს. როდესაც ეს კუნალობა უკვე აღარ გვაძლევს ეფექტს, ანუ არის ხშირი რეციდივები, ვითარდება თქვათ ნაწიბურვანი ცვლილებები არსებულ ნაპრალში, მაშინ უკვე საკითხი ისრება ქირურგიული კუნალობის ჩატარებისკენ. ხშირი რეციდივი მინდა რომ დავაკონკრეტოთ, თქვათ რა დროს მოიცავს? როგორც კი გამეორდება თქვათ იგივე ჩივილებით რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, თქვათ ისე შეიძლება ჩაიტაროს მედიკამენტოზური კუნალობა და ამას უკვე ხშირი ხასიათი აქვს და ტკივილი უფრო შეუპოვარ ხასიათს იღებს. და გასინჯვის მომენტში, როდესაც არის ნაწიბურვანი ცვლილებები, ამ დროს პრინციპში უკვე რეკომენდირებულია ოპერაციული ჩარევა. ეს ოპერაცია კეთდება ჩვენს კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალში, როგორც ადვილად, როგორც ცირეინვაზიური მეთოდით, ლაზერის დახმარებით, ისე შეიძლება ტრადიციული ქირურგიული მეთოდით, სკალპელის მეშვეობით. აი ლაზერზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი და თქვათ რამდენი ხანი არის თქვენს კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალში დანერგილი. ლაზერი საკმაოდ ეფექტურია იმ მხრივ, რომ თქვათ ჯანმრთელ ქსოვილებზე არ ხდება მათი ტრავმირება, დესტრუქცია ნაკლებად ხდება, შესაბამისად შეხორცებითი პროცესი უფრო სწრაფად და ადვილად მიმდინარეობს. და ნაწიბურის წარმოქმნის საშიშრობაც უფრო ნაკლებია. ლაზერი დამკვიდრებულია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ერთი წელია და სამავთ ეს აქტიურად მუშაობთ ამ კუთხით. მსგავსი პრობლემა რომ ადამიანს შეექმნას და საკმაოდ ისეთია, ხო, ნუ რა უნდა გაითვალისწინოს მას შემდეგ, თუ დაუშვათ მოვა თქვენთან მსუბუქი პრობლემით და მოუგვარებთ და გაუშვებთ, ან მძიმე პრობლემით დასჭირდება ქირურგიული ჩარევა და გაეწერება შემდეგ წავა კლინიკიდან. რა არის ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს ალბათ, ხო, იმიტომ რომ ცხოვრების წესი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, აქ-ერთი მომენტია გასასაზღვრელი. როდესაც თქვათ პაციენტს აქვს ნაპრალი როგორც გითხარით ვითარდება ყაბზობისგან, შემდგომში პირიქით ნაპრალისგან შეიძლება უკვე უფრო დამძიმდეს ყაბზობა, იმიტომ რომ პაციენტს აქვს პანიკური შიში კუჭი გასვლის ამ დეფეკაციის აქტის გამო და მაქსიმალურად თავი შეიკავოს. ამიტომ რაღაც ესეთ გარკვეული მანკიერიც რო იკრება, რომ ყაბზობა იწვევს თვითონ ნაპრალს და ნაპრალი უფრო აღმოვებს ამ ყაბზობას. შესაბამისად ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს. ამიტომ პირველ რიგში აუცილებლად დარეგულირდეს კუჭის მოქმედება, მიიღოს ამ ყოველდღიური ხასიათი. გარდა ამისა, ესეთი გასათვალისწინებელი მომენტია ზოგადად, ვისაც არ აქვს თქვა ეს ნახეთქი, როდესაც არის თქვა დეფეკაციის სურვილი, ჯობია რომ მაშინ მოხდეს თქვა საფრთხე შესვლა, იმიტომ რომ დაყოვნების შემდეგ ეს განალბანი მასები განიცდის გამაგრებას და რაც მიზეზი ხდება შემდგომში ნაპრალის აი რომ შევაჯამოთ, რამდენად ცვლის ეს პრობლემა ადამიანის ცხოვრების ხარისხს. საკმაოდ ცვლის, იმიტომ რომ დამძაფრებულები არიან, ერთი სული აქვს თქვა მოიცილონ და როგორც გითხარით, აი განსხვავებით ბავასილისგან, მაშინაც ცდილობენ რომ ეს დავადება როგორმე განიკურნონ. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობს ადგილი, სადაც რა თქმა უნდა არსებობს და ამისგან თავის დაღწევა შეიძლება, ხო? კი ბატონო, 24 საათი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.